გამარჯობა. მადლობა მომბრძანებისთვის. ეხლა კურსდამთავრებულებს გთხოვ დარბაზში.
გამარჯობათ. სიმღერის შესრულებისთვის მადლობა აგრარულ უნივერსიტეტის სტუდენტებს. მოგესალმებით აგრარულ უნივერსიტეტის 2023 წლის გამოშვების კურსდამტავრებულებს. ძალიან რთული იყო ეს 4 ვიღაცისთვის 5 ან 6 წელი ჩვენ უნივერსიტეტში, მაგრამ ეხლა თქვენ დამტავრეთ საუკეთესო საუნივერსიტეტო კამპუსი ქვეყანაში, ამიტომ გილოცავთ. ჩვენი უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლებისთვის, არამედ ურთიერთობისთვისაც. ვინ იცის, ალბათ თქვენს გვერდზე ზის მომავალი მინისტრი, პრემიერი, წარმატებული ბიზნესმენი ან ნობელის პრემიის ლაურეატიც კი. ჩვენი უნივერსიტეტის სლოგანი არის ცოდნა, შრომა, თავისუფლება. რაც იყო გახაბენოკიძის სიტყვები, სხვადასხვა ბევრმა არ იცის, რომ ეს არ იყო მისი იდეა, რომ ეს სიტყვები გახდნენ ჩვენი უნივერსიტეტების სლოგანი, ეს იყო ჩვენი რექტორის ვატოლი ჟავას იდეა, მაგრამ ერთხელ თქვა ეს სამი სიტყვა ინტერვიუში და მე ვფიქრობ, რომ ეს სამივე სიტყვა არის მგონი რომ ყველაზე მარტივი ფორმულა რომ იყოთ წარმატებული თქვენ ცხოვრებაში. ცოდნა, შრომა, თავისუფლება. მგონი რომ არ არის საჭირო მართლა კი ძლივს ვლაპარაკობ, მაგრამ მიხარია რომ თქვენ გესმით რას ვამბობ. მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ თქვენ უკვე იცით როგორ ბევრი უნდა ისწავლოთ და ისრომოთ და ჩემი თხოვნა იყოს რომ თქვენ დარჩეთ ეგეთი თავისუფლები, როგორც ეხლა ხართ, რაც მე ეს თავისუფლები, რომელიც მე ვხედავ თქვენ სახეზე და იმედი მაქვს, რომ წლების განმავლობაში 5, 10, 20, 30-იც კი ჩვენ ვიქნებით ერთი დიდი ოჯახი და სულ მუდმივად ველოდებით კამპუსზე. ძალიან დიდი მადლობა ამ წლების განმავლობაში და წარმატებას გისურვებთ მთელი გულით. ეხლა სცენაზე ვთხოვ ჩვენ პრორექტორს გაბატონ მარინა ქარჩავას. სალამი, პირველ რიგში გილოცავთ. ვეცდები ოდნავ ანასტასიაზე უკეთესად ვილაპარაკო, მაგრამ შეიძლება მეც შეცდომები დაუშვა, ბევრი. ბევრი მიზეზის გამო არ დავწინაოდები ახლა. როგორც ტრადიციულად და ჩემი საყვარელი საქმე არის ყოველთვის რაღაცა ჯერ კიდე გალილეო გალილეის ეკუთვნის ფრაზა, რომ ყველაფერი არის გაზომვადი, შეიძლება იპოვა ნებისმიერი ობიექტისთვის საზომი, რაც არ არის გაზომვადი, უნდა გახადო გაზომვადი. შესაბამისად, მე ახლა ვცდილობ რაღაცნაირად გავზომო თქვენი წარმატება. წარმატება იმ ნაკადისა, რომელიც დღეს ზის ამ დარბაზში 2023 წლის კურსდამთავრებულების მალე უკვე ხელში რო დაიჭერთ დიპლომებს. წესით ხართ უკვე, იმიტომ რომ ხელმოწერილია დიპლომებზე, ასე რომ სტატუსი მინიმუმ გაქვთ. ეხლა რაც ეხება ამ ჩვენ დიგიტალურ სურათს, ჩვენი გამოშვების, ვიტყვი ესეთ რაღაცეებს. ერთი ის რომ კი რთული იყო, ნამდვილად არ იყო ეს წლები 4 სავარაუდოდ ბაკალავრებისთვის, 6 მაგისტრების, 2 მაგისტრებისთვის და 3 დოქტორანტებისთვის, როგორც წესი, ეს კანონით მოთხოვნილი. თუმცა აღმოჩნდა, რომ 60%-ისთვის არც თუ ისე რთული აღმოჩნდა ბაკალავრში. ანუ 60%-მა მოახერხა და 4 წელიწადში დაასრულა ბაკალავრიატი, რაც ჩემი აზრით საკმაოდ კარგი შედეგია
აი ამ მარათონში ბოლო ფინიშამდე მისვლის, ესე ვთქვათ, 60%-მა ერთად ხელჩაკიდებული, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთსაც ეხმარებოდით და ისე მიხვედით ამ მომენტამდე. 26%-ს დასჭირდა ზოგს 5, ზოგს 6 წელი, ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა, როგორც ჩანს. საოცრია, მაგრამ რაღაცნაირად ეს ციფრი დაემთხვა გუშინდელ თავისუფალი უნივერსიტეტის ციფრს ამ კატეგორიაში. იქაც 26%-ს დასჭირდა 5-6 წელი, რომ დაემთავრებინა ბაკალავრიატი. 14%-ს სამწუხაროდ ჩემთვის პირადად ცოტა დიდი პროცენტია, დასჭირდათ 6 წელზე მეტი და ზოგი ყავს 15 წელი დასჭირდა, რომ ამ მომენტამდე მოსულიყო. რაც აღმოჩნდა რთული, მაგრამ მაინც მისასალმებელია, იმიტომ რომ მიზეზი იმისა, რატო ვერ ამთავრებს ადამიანი 4 წელიწადში ბაკალავრიატს, შეიძლება იყოს მილიონი და ყველა არ არის მასზე დამოკიდებული. და შესაბამისად, მაინც გილოცავთ, ვინც ამ კატეგორიაში შედის, თვითონ იცის, გილოცავთ ამ დღეს, როგორც იქნა დადღე ეს დღე თქვენთვისაც. ეხლა რაც ეხება აკადემიურ მოსწრებას, ჩვენ გზადაგზაი ამ დიპლომების გადაცემის პერიოდში აღნიშნავთ თითოეული პროგრამისთვის, პროგრამაზე ვინ არის, ესე ვთქვათ, ყველაზე მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტი არა ბოდიში, კურსდამთავრებული უკვე. თუმცა ცოტა მეტ ინფორმაციას მოგაწვდით მთლიანი სურათისთვის. საშუალო GPA ყველა ბაკალავრიატისთვის წელს არის ზუსტად იგივე, რაც იყო შარშან, 2.99, თითქმის 3, ოდნავ არ მივედით 3-მდე. რატო ვამბობ ამ ციფრს? საერთოდ ბაკალავრიატში ითვლება, რომ საშუალო GPA უნდა იყოს 2. ანუ ბევრად 2-ზე მეტი გვაქვს, რაც კარგი ნიშანია საკმაოდ, თუმცა სტატისტიკური სხვა შორის ესეც უნდა მეხსენებინა, ახალ ფორმატში აგრარულ უნივერსიტეტს დღეს აქვს მეათე კურს გამოშვება, ხო? თუ არ ვცდები. და აი ამ ბოლო სტატისტიკას მოვიყვან 62%-ს. 62%-ს, ბევრად მეტი ვიდრე ნახევარი აქვს საშუალო GPA 3.1, რაც ძალიან მაღალ ნიშნავს. ოღონდ ახლა ყოველთვის მაინტერესებს პროგრამების მიხედვით, ვინ გამოიჩინა თავი. არა ინდივიდები, არამედ პროგრამების მიხედვით, რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ეს ჩვენთვისაც არის ადმინისტრაციის პროგრამების ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ მე გაანალიზონ შემდგომ ნაკადებისთვის იქნებ რამე შესაძლებელია იმისთვის, რომ ან უკეთესი შედეგი დადგეს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ ფაქტია, 3.42 საშუალო GPA, ყველაზე მაღალი 42 აქვს თავისუფალი მეცნიერების პროგრამას. ჩემთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ ძალიან გამიხარდა. მადლობა თქვენ პედაგოგებს, მათი წვლილი ძალიან დიდია ამაში. და შემდეგი 2 პროგრამა და ამაზე გავჩერდები. უბრალოდ უნდა აღვნიშნო, ერთნაირი საშუალო GPA აქვს 3.39, ესეც საშუალო 10 წლისზე მეტია, ბევრად თან, ეს არის ბიოლოგია და ქიმია. ეხლა ცოტა სხვა კუთხით რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ისევ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია, ოღონდ თქვენთვისაც ალბათ საინტერესოა, იმიტომ რომ აი ამ ბოლო ეტაპზე ბევრნი მიდიოდით, მაგრამ აი ვიწრო ყელი სადღაც შეიქმნა სხვადასხვა პროგრამაზე, სხვადასხვანაირად. და ეს ყველაზე ნაკლებად მტკივნეული ვიწრო ყელი აღმოჩნდა ბიზნესის პროგრამისთვის. ანუ ვინც ბოლომდე მივიდა, დიპლომებიც ხელში ეკნებათ დღეს. და
და კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, ყველაზე მაღალი GPA ამ ნაკადში 3.94, რაც 4-მდე აკლია 0.04 წარმოიდგინეთ. როგორ უნდა ესწავლა ადამიანს. ესეთი აღმოჩნდა 2. უნდა დავასახელო გოცაძე ანუკი და მჭედლიშვილი მარიამი. ორივე ბიოლოგია. მადლობა ისევ თქვენ პედაგოგებს, მათი დამსახურებაც არის და თქვენც მადლობა და ამდენი იშრომეთ და ასეთი მაღალი შედეგი დადეთ. რაც ჩვენთვის ბუნებრივია, ბევრ სხვადასხვა პროცესში მნიშვნელოვან ციფრს ნიშნავს მათ შორის, ხო? იმიტომ რომ ჩვენც ვიყენებთ ამ ინფორმაციას ჩვენი რაღაც პროცესების აღწერისთვის მათ შორის. ეხლა გადავიდეთ მაგისტრატურაზე. მაგისტრატურა შარშანდელზე ოდნავ მეტი გამოშვება გვაქვს. 2 წელიწადში მართალია ჩაეტია სულ 24%-მა, რაც ძალიან ცოტა არის. ესეც ახსნადია, იმიტომ რომ მაგისტრები როგორც წესი მუშაობენ, ოჯახები ყავთ უკვე და რაღაც ეს სწავლა ცოტა არ იყოს მაინდა-მაინც ყველაზე პირველი პრიორიტეტი შეიძლება არ ქონდეს. უბრალოდ ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ 21 ადამიანმა დაასრულა სულ, შარშან იყო 10. ესე ვთქვათ, ძალიან პატარა პროგრამა გვაქვს, მაგრამ ახლა ოდნავ ვეცდები, რომ მათ შორის ციფრული ეს აკადემიური მოსწრების მონაცემებიც მოგაწოდოთ. 3.52-ია აქ საშუალო GPA პროგრამების მიხედვით. ამ დროს 70%-ს ისტორიულად 3.2 აქვს ხოლმე და ეს ისტორიულზე მეტია წლევანდელი საშუალო GPA. თან კარგად მეტია და ბარემ გეტყვით აი ამ ვიწრო ყელზე ბოლომდე როგორ ვერ მიდიან ძირითადად დადებით ჭრილში ვიტყვი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია, სასურსათო ტექნოლოგია და სათხეო საქმე. 100%-ით აქვთ გამოშვება. ვინც მივიდა ბოლო სემესტრში 100%-ით დაამთავრეს. ესეც ისევ ინფორმაცია ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელებისთვის, ხო, რომ დაფიქრდნენ აი ამ ბოლო ეტაპზე, ხომ არ არის კიდე რაღაცა გასაკეთებელი, რომ არ გაჩერდეს იქ ადამიანი. და აქაც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ციფრი დაჯდა ორივე უნივერსიტეტში. ვიტყოდი ახლა 4 GPA უიშვიათესი აქვს ანასოვი ნინეას. ელექტრო და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურს დამთავრებული. გილოცავთ, ძალიან მაგარი შედეგია. ეს შედეგი თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერ ადგილას, სადაც წაბრძანდებით სამაგისტრო პროგრამებზე და შეგიძლიათ სიამაყით ეს ციფრები შეიტანოთ თქვენს CV-ში თუ იქნება თუ სააპლიკაციო დოკუმენტებში. აი ეს გამოვიდა ესეთი სურათი. და ეხლა მინდა უბრალოდ მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ეს მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც თქვენ მშობლებთან და ოჯახებთან აღნიშნავთ ერთად და მნიშვნელოვანია, რათა მათ მიუძღვით ძალიან დიდი წილი იმისთვის, რომ თქვენ აქ იყოთ დღეს. და ყველაზე მეტად რა თქმა უნდა მაგათ უხარიათ და ისინი თუ არა თქვენ აქ ვერ მოხვიდოდით ამ დღეს ყოველ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, გნებავთ მორალური, გნებავთ ფინანსური, ყველანაირი, რაც უნდა დაუფასდეთ მათ და დიდი მადლობა თქვენს ამისთვის. ასევე დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს, ჩვენს ლექტორებს, პროფესორებს, ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ თქვენ ამ წარმატებას მიაღწიოთ. მათ გარეშეც ვერაფერი ვერ მოხდებოდა. მადლობა მათაც. და კიდევ ერთი, თქვენ ვერ მოგვიშორებთ თავიდან. ესე გამოდის. სამუდამოდ გაქვთ ეს როლი. აგრარული უნივერსიტეტის კურს დამთავრებული.
და ბუნებრივია, ამიტომ ყოველთვის იქნებით ჩვენი ოჯახის წევრები და მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტიც არ დაკარგოთ. გარდა იმისა, რომ იქნებით წევრები, იყოთ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ იყოთ ახლოს. სხვადასხვა როლში, ზოგი შეიძლება ასწავლიდეს ჩვენთან და აქ არიან უკვე ისეთები, ვინც ასწავლის, ზოგი რაღაცისთვის მოგმართავს პროფესორებს, იმედია დაამახსოვრეთ უბრალოდ თავი პროფესორებს, რომ მიიღოთ რეკომენდაცია შემდგომი კარიერისთვის, რომელიც დიდი ალბათობით დარწმუნებული ვარ დაგჭირდებათ და რაღაც ხშირად მათ შორის გააგრძელოთ კონტაქტი უნივერსიტეტთან. დარწმუნებული ვარ, რომ დაგჭირდებათ მთელ თქვენს შემდგომ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი ესე ხდება, მარტო მაინც გიჭირს აი ესე რომ გაგიშვათ და აბა მიდი ახლა შენქენი რაც ისწავლე, ჩვენ უბრალოდ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ანკესი ხელში დაგაჭერინეთ, ესე ვთქვათ, კარგი ხარისხის ანკესია, მაგრამ აი თევზის ჭერაში ბოლომდე ვერ მოყვებით, თევზი თქვენ უნდა დაიჭიროთ აწი. და იმედია არ დაგჭირდებათ აი დამხმარე სადღაც ან მინიმუმ სიტყვით მაინც ხო, რომ სადღაც რომ დაგეხმაროთ აი ამ თევზის ჭერაში. იმედია რომ ეს ესე იქნება. ყოველ შემთხვევაში წარმატებებს გისურვებთ და აბა თქვენიცით. ბოდიში რექტორი ბატონი ვატო ლეჟავა. ესე იგი, უნივერსიტეტი ტრადიციებზეა ხოლმე აგებული, როგორც წესი და ჩვენი ერთ-ერთი ტრადიცია, რომ მარინას ავიწყდება, რომ გავამაცხადოს და მერე ბრუნდება და თქვენ ამას მეორეჯერ ვეღარ შეესწრებით, იმიტომ რომ ერთხელ აგაქვს, ესე იგი, გამოსაშვების საღამო, მაგრამ ისე რო კითხოთ, ეს ასე არის ხოლმე, რაც ტრადიციის ნაწილი ასე არის, რომ რაღაც სპონტანურობა იყოს ჩვენ გამოსვლებში, იმიტომ რომ სხვაგვარად შეიძლება ჩაითვალოს და ძალიან სტერილური ის არის გარემოა, არა ჩვენ ადამიანები ვართ და იმედია იმ წლების განმავლობაში, რომელიც თქვენ აქ გაატარეთ, ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, დამამახსოვრებელი იყო, სასარგებლო იყო და გაყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე, ხო? თქვენ, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით ძალიან პოზიტიურად ვამბობ, ასე ვთქვათ, დაღი გაქვთ, რომ იქნებით აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სადაც არ უნდა წახვიდეთ, შემდეგ შეიძლება სხვა საფეხურზე სხვა უნივერსიტეტები დაამთავროთ და ასე შემდეგ, რასაც გისურვებთ, ვისაც ამის სურვილი გაქვთ, მაინც ეს, ასე ვთქვათ, ფაქტი შედგა და თქვენ შეუერთდით უკვე 90-ზე მეტ თაობას, რომელსაც ეს, ასე ვთქვათ, დაწესებულება და მისი წინამორბედი აქვს დასრულებული, რამოდენიმე წელიწადში აგრარული უნივერსიტეტი უკვე 100 წლის გახდება, ისე რომ დიდ არმიას, ასე ვთქვათ, შეუერთდით კურსდამთავრებულების და იმედია, რომ თქვენ ძალიან საინტერესო და წარმატებულ ისტორიებს დაწერთ, იმიტომ რომ ეს, ასე ვთქვათ, ქაღალდი, რომელსაც დიპლომი ეწოდება და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიცავს, არის გარკვეულწილად ესეთი უსიტყვო დაუწერელი კონტრაქტი ჩვენ შორის, ხო? და ეს რაღაც ურთიერთობის გამსაზღვრელი, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ ძალიან და სასიცოცხლოდ ვართ დაინტერესებული თქვენ წარმატებაში, არა მარტო იმიტომ, რომ რაღაც ჩვენთვის ძვირფასები ხართ, არამედ ჩვენ უნივერსიტეტის რეპუტაციას პრაგმატულად ასე უფრო წაადგება და მეორე თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ უნივერსიტეტი, რომელიც თქვენ დაასრულეთ, იყოს ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში, რომ შეგეძლოთ, ასე ვთქვათ, თქვენი კარიერა ამის საფუძველზე უფრო წარმატებით დაიწყოთ. ხო, შეიძლება 10-15 წლის მერე ხა შუა კარიერაში რომ იქნებით და უკვე გექნება თქვენი, ასე ვთქვათ, ბიოგრაფია უნივერსიტეტის მიღმა, შეიძლება ეს ასე მნიშვნელოვანი აღარ მოგეჩვენოთ, მაგრამ საწყის ეტაპზე ერთი 10 წელი მაინც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და ძალიან გვინდა, რომ ეს, ასე ვთქვათ,
წარმატების ისტორიები თქვენთან ერთად გავიზიაროთ და ვიზეიმოთ, ხო? მე ჩვენთვის შეიძლება უფრო სწრაფად გადის ეს დრო, მაგრამ მე მგონი თქვენთვისაც ალბათ 4 წლის წინ ან 5 წლის წინ ვეტერინარებისთვის ამ სავარძნებში რო ისხედით, ხო, როგორც პირველ კურსელები და ჩვენ მოგესალმეთ და თქვით რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალბათ არ გეგონათ რომ ეს დღე ასე სწრაფად დადგებოდა და ეს დღეც დადგა, რაც ძალიან სასიხარულოა. იმიტომ კი არა რაღაც ესეთი კონტრ რაღაცა ინტუიტიური რაღაცა ეს დასრულება, ხო? ანუ გვიხარია რომ მიდიხართ, ხო? რაღაცა ის არის კონფლიქტური რაღაცაა, მაგრამ ესეა უნივერსიტეტი მოწყობილი. კურსდამთავრებულები უნდა შევიდნენ თავის პროფესიაში, დიდ ცხოვრებაში, წარმატებას მიაღწიონ და შემდეგ სხვადასხვა ფორმით დაუბრუნდნენ უნივერსიტეტს, ან რაღაც კეთილი სურვილებით, ან როგორც პედაგოგები, ან როგორც რა ვიცი, წარმატებული საზოგადო მოღვაწეები, ეს ფორმატები მოიძებნება, გამოჩნდება, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ. ახალი წელი მოდის, მინდა ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ, მაგრამ მეორეს მხრივ ამასთან ერთად მოდის ახალი ეპოქა, ხო, თქვენთვის, რომელიც არის უკვე უნივერსიტეტის გარეთ კიდევ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება, გადაწყვეტილებების მიღება. ბევრს თქვენთანგანს აქ ბევრი მრავალფეროვანი პროფესიის ადამიანი ზის, მაგრამ ალბათ 20 წლის მერე რო გადახედავთ თქვენ კარიერას, ალბათ ისე არ იქნება წარმართული რაღაცა ეს სწორი ხაზი იყოს, ეხლა ცხოვრება ისეთი დინამიურია, რომ მოგიწევთ პროფესიების მიჯნაზე მუშაობა, სხვა პროფესიებში მუშაობა და ორი მნიშვნელოვანი რაღაც გაგახსენდებათ იმედია, ერთი, ესე იგი, რომ ტყუილად არისწავლეთ ანთროპოლოგია, რაღაცაში გამოგადგებათ და მე გამიხსენეთ და მეორე ის რომ ისწავლეთ თავარი რაღაც სწავლის სწავლა ანუ ძალიან რომ დავწუროთ ხო ეს განათლება რასაც ჩვენ ახლა ვიძლევით თავარი ღირსება არის თუ ჩვენ შევძალით რომ სწავლის სწავლა გვესწავლებენ იმიტომ რომ ის ცოდნა რომელიც თქვენ დღეს მიიღეთ ხო შეიძლება 10 წელიწადში მოძველდეს, ხო? ეხლა ფუნდამენტურ მეცნიერებებს არ შეეხება, მაგრამ ნებისმიერი სხვა შეიძლება 10 წლის მერე ვალიდური, აქტუალური აღარ იყოს, 20 წლის მერე კიდევ უფრო, ხო? მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა შეძლოთ, რომ იყოთ თანამედროვეები და მე ამის მსჯერა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძალიან დიდი მადლობა იმ წლებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. განსაკუთრებით ბაკალავრებისთვის სამწუხაროდ თქვენ ყველაზე მეტად დაზრელებული თაობა აღმოჩნდით კოვიდით, მაგრამ იმედია რაღაც სხვა გარემოებებით დაკომპენსირდა ეს საკითხი. მეორე მხრივ შეიძლება კრიზისებში მუშაობა ისწავლეთ და მე სადღაც ეს გამოგადგეთ, შეიძლება კარგი იქნებოდა რომ ეს გამოცდილება სხვაგვარად მიგეღოთ, მაგრამ ზოგჯერ რაღაც კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის და იმედია ჩვენ და თქვენ ეს ერთად ასე გავაკეთეთ, ისე რომ წარმატებას გისურვებთ. ეგი. როგორც იცით, სოფლიოში არსებობს ასეთი ტრადიცია, რომ ასეთ გამოსაშვებ საღამოებზე იწვევენ ხოლმე სპიკერს, რომელიც გამორჩეული ადამიანი უნდა იყოს, რაღაც ნიშნით ან რაღაც ნიშნებით და მიმართავს კურსდამთავრებულებს.
წველს ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელიც აუდიტორიაშია, ბატონი ფადი ასლი, რომელიც გახლავთ ქართველ ლიბანელი ბიზნესმენი, ძალიან წარმატებული ადამიანი, რომელმაც საქართველო აირჩია თავის საცხოვრებელ ადგილად გვიან 90-იანებში, როდესაც საქართველოში შუქიც იშვიათად იყო ხოლმე და ძალიან ბევრი ისეთი პერიპეტია აქვს გამოვლილი, რის გამოც მე ალბათ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას ალბათ უარს ვიტყოდი, იქ რა ვიცი, ბიზნესმენების გატაცებიდან დაწყებული რაღაცა ოფისის აფეთქებებით დამთავრებული, მაგრამ დარჩა ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ერთგული. საინტერესოა ის, რომ მისი პირველი განათლება არის აგრარული ინჟინერი, მეორე განათლება არის მცენარეთა ფიტოპათოლოგი და შემდეგ უკვე რო ყვებოდი, რომ საწაგი ყავს ცხოვრება არ იცით ხო, არც გეოგრაფიულად და არც პროფესიულად, შემდეგ იყო ამერიკის სავაჭრო პალატის დამფუძნებელი საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის დამფუძნებელი საქართველოში, ჩვენი უნივერსიტეტის ძალიან კარგი მეგობარი, ამას წინათ ეხა ერთი ეტაპი დასრულდა, ასე ვთქვათ, პროექტით განვახორციელეთ და ჩვენი პარტნიორი იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატა, კახა ბენდუქიძის მეგობარი და ჩვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი. Fadi, thank you very much. So we appreciate that you really took this opportunity to address this brilliant audience, and the floor is yours. Gamarjubat, Didi Bodishi, Shemi Kartuli Siapandi. So I'm going to read my speech in English. I know all of you speak English. Rector Lejava, Anastasia here. I have to put my glasses. Members of the faculty, proud parents, and above all, graduates of the class of 2023. I would like to thank you for inviting me to speak on this memorable day, a day that all the graduates and their parents have eagerly anticipated for so many years. This day is also a beautiful one for me. As Vato said earlier, I'm an agricultural graduate from the American University of Beirut, but I did not attend my own graduation for reasons beyond my control. So in some way, I'm celebrating my own graduation today with all of you. When Rector Lejava asked me to make the commencement speech, I accepted with great pleasure. In fact, I was very honored and humbled to have the privilege to address the graduates of one of the most celebrated and prestigious universities in this part of the world. Having said that, I cannot stand with you today without mentioning Kacha Bendukidze, a very good friend of mine, without whom none of us would be standing here today, and without whom Georgia would still be a failed state today. May his soul rest in peace. Dear graduates, today you are full of dreams and hopes, and rightly so. Your dreams and your hopes are also our dreams and our hopes, because with your knowledge, your enthusiasm, and your commitment, you are the engine that will move your families and your country towards a brighter future. This is your responsibility now, while our responsibility as the older generation is to empower you as quickly as possible before you become disillusioned
before you lose your dreams and your hopes, and most importantly, before you get discouraged and emigrate to other skies, and before our country loses again yet a new generation. Young people don't abandon their countries and emigrate abroad solely due to economic hardship. They emigrate because they have lost trust in their governments and have lost hope in the future of their countries. Do not lose hope in the future of your country. Georgia has a bright future ahead. You have inherited from your ancestors one of the most beautiful countries on earth. Protect their legacy. Fight to move your country forward so you can pass it on to your children and your grandchildren as an even better country than the one your parents are now entrusting to you. I was a graduate like you. I was your age. And like you, I had huge dreams and great aspirations. I wanted to change the world. And by the way, I still want to change the world. I will talk to you today about my own life experience, an experience that taught me that failures, dreams, free thinking, and intelligence are among the main components of success. Let me tell you a little about myself. I was born into a well-off family in Lebanon. My father owned one of the largest agriculture companies in the Middle East. From my youngest age, being the only boy in the family, I was brainwashed by my parents into believing that all my father's businesses would one day be mine. That's why I studied agriculture. After graduating from university, I worked for my father for just 1 year, after which I resigned because we had very different views on doing business. I wanted to conquer the world. He, being a very wise and experienced man, wasn't much convinced by the ambition and strategy of the young Genghis Khan that I was, as he used to call me sarcastically. When I left my father's business, he was convinced that I would be back within a month. However, I never returned and never borrowed or took a single dollar from him ever in my life. I started my independent professional life by renting on a credit basis a 1-hectare greenhouse with the few $100s that I had in my pocket. A few years later, this business turned into the largest greenhouse operation in the country, covering 30 hectares, and into the largest export of fruits and vegetables from Lebanon to Europe and the Middle East. From Lebanon, the business expanded to Eastern Europe and to various countries of the Middle East, Africa, the Caucasus, and Central Asia. Over the years, the business diversified to include, besides trading fruits and vegetables, frozen food products, an insurance company, a newspaper, a security company, a hospitality business, an agrochemical operation, a fertilizer factory, and the distribution of agricultural machinery. During all those years, I enjoyed many successes, but I also faced many failures, many betrayals, and many setbacks, some of which almost destroyed me. I went through some terrible times that included, among many other things, the murder of one of my staff members, the kidnapping of another, the bombing of my offices, and betrayals by partners and close associates. But every time I faced a failure or a setback, I never got discouraged. I never lost hope. I always stood up again and fought my way back. Every time I stood up after a setback, it made me stronger. If I'm telling you this, dear graduates, it is because you need to be ready to face many challenges in your lives, many failures, and many disappointments. Never let those failures or disappointments discourage you. Never. Always stand up on your feet and fight back. And remember that the hate that does not kill you will make you stronger.
Success in life depends on how many hits you can take, but still stand up again on your feet and fight back. Success is not a straight and regular ascending line, but rather a long series of peaks and falls that come with their own load of tears, of pain, of deceptions, of betrayals, and of joys and celebrations. Always remember that the key to success is to not take yourself too seriously, but to inspire others to take you seriously. Also remember that success is not about making a lot of money, but about shining in what you do professionally, no matter your profession, and that it is 1,000,000 times better to be a successful taxi driver than to be a failed president or a failed prime minister. Remember as well that the most rewarding things that we achieve in life come after hard struggles, big sacrifices, and intense suffering. That's the law of the universe and that of nature. We have to accept it as it is. And if it wasn't meant to be like that, women wouldn't have delivered their babies in great pain. Failure will surely bring you pain and suffering. However, don't be afraid to suffer. Pain can bring the best out of you. The most amazing melodies, the most captivating paintings, and the most touching poems are created by wounded souls. Same as for the ugly caterpillar that metamorphoses into a beautiful butterfly, suffering and pain will transcend your soul and will bring out to the sun the radiating beauty and the creativity that is hiding deep inside you. You can only shine after pain and suffering. This is an undeniable fact of life. You have to accept it. It is part of the game. But most importantly, always remember that success is not about making billions of dollars. Success is waking up every morning happy. This is success. And that's why you should always strive towards doing what really makes you the happiest and not what makes you the wealthiest. There can be no success without happiness. That's why the real meaning of success is not wealth. It is self-fulfillment. I personally don't regret anything I have done in life. I took every reasonable risk I had the chance to take, and I feel very good about it. I failed many times, but succeeded many other times. Who risks nothing gets nothing. When you will get older, your biggest regrets will be all those dreams that you could have achieved, but that you were too scared to risk starting. Remember that your greatest achievements in life always happen out of your comfort zone. If you're going to sit and say, I have this small salary and it's fine, you will always have a small salary, but you'll never achieve anything. Success comes out of the small salary and out of the comfort zone. You have to risk. Closing on success and failures, I remember a story that Kacha Bendukidze told me 18 years ago. I'm not even sure that Anastasia or Vato knows the story. When he was still a businessman in Russia, among his many ventures, Kacha was also a partner in a metallurgic factory. He was approached by a businessman who offered him a partnership to build wind turbines and install them in Lebanon to generate electricity. Kacha invested a large amount of money in this business. And when they finally installed the turbines in Lebanon, they realized that there was not enough wind to operate the turbine and generate electricity. So they had to scrap the project and take a huge loss. That was a failure, but a failure that was part of the learning curve that made Kacha Bendukidze the brilliant businessman that he was. One of the major components of your success in life will be your own dreams. Never be scared of the size of your dreams, and you will reach the stars. Your dreams are your stairway to the stars. Keep up the passion.
and you will always shine like an indistinguishable star. Turn your dreams into desire, your desires into will, your will into action, and your actions into results, and you will succeed in creating your own destiny. And if anyone ever destroys your dreams, don't let go of them. Change dreams, but never stop dreaming. For those who have no dreams have dull futures. Dreams are the future that you want to have. Reality without dreams will result in a life randomly driven by destiny, like a leaf in autumn falling from the tree. You don't know where it's going to fall. However, by inserting your dreams into your lives, you will be taking control of your lives and driving your own destiny where you want it to go. You will sometimes find yourself in a dream-like situation that looks so perfect that your mind doesn't want to believe it. The rational side of you will say, that's too good to be true, it could never work. Or, it would be too difficult to make it work. That's how you will miss lifetime opportunities by not believing that your dreams could really come true. Don't let go of your dreams. Make them happen by adapting them to fit reality, no matter how difficult this could be or how long it could take. Remember as well that time is your best friend, but also your worst enemy. It gives you dreams, but steals them back from you if you do nothing about them. Always take action so that your dreams can come true, for dreams with no action will always remain nothing else but dreams. And now let me tell you a little about the importance of intelligence and of the importance of free and independent thinking to trigger success in life. Intelligence is not about having a high IQ, no matter what researchers say. Not at all. Intelligence means an independent and open mind. Intelligence means objectivity and rationality. Intelligence means integrity with oneself. For what's keeping us from evolving and improving is that we consider all the ideas and values that we were taught to be true, holy, untouchable, and not subject to be questioned or challenged. Intelligence means having the independence of thought and the courage and the integrity to question all the ideas, all the values, all the beliefs, all the dogmas, and all the paradigms that we were told to be true, holy, and untouchable. Intelligence means being able to see issues with a bird's eye view and not through the narrow angle of acquired beliefs, personal affinities, ideologies, trends, fashions, or personal interests. Intelligence is described as educated when we have the ability to predict events based on our knowledge of similar repetitive historical patterns, or intuitive, based on a gut feeling, a sixth sense, like that of rats who flee a soon-to-be sinking ship. Unfortunately, nowadays, few people think for themselves. People's intellectual individuality is influenced by the masses. This is called gregariousness. It is when we move in a group together with others of the same kind. Many of you today are familiar with the origin of this word that comes from the desert locust, Schistocerca gregaria, that moves in swarms. A single locust can do much damage. However, a swarm of locusts can decimate hundreds of hectares of vegetation in hours. It's the same with people. One person can do much damage on their own, but a crowd of people can be very destructive. We notice this in particular during protests and riots, when the crowd changes the behavior of individuals, turning them into a single component, that of a destructive machine. With the advent of social media, people tend to form groups of the same kind, and individual thinking has unfortunately mostly disappeared to give birth to unified crowd thinking that can turn into a very destructive entity for our society.
I call this intellectual gregariousness. This is when people lose their ability to think and analyze facts on their own. They become part of a collectively thinking entity that inhibits the individual analytical faculties of a person. This intellectual gregariousness has unfortunately become the graveyard of our intelligence. That's why you should always fight to keep your freedom of thought, your own individuality, even if this means that you are alone standing against a huge majority. Being a majority doesn't automatically make you right. We have all witnessed this during the COVID crisis. Always keep in mind that among the biggest challenges that we face every day is to maintain high moral and ethical standards, to stand bravely for our beliefs, to remain objective, to keep our intellectual integrity, to advocate for the truth, to defend ideas that we know are right, even though by doing so, we might sometimes undermine our personal interests, our own safety, or disappoint people who did us favors, or upset friends or family members, or harm our leaders' agendas, or antagonize radicals or extremists. You will never be truly free if you only enjoy freedom of speech, but no freedom of thought. Since you can't move yourself, that's me doing all this. Okay. You will never be truly free if you only enjoy freedom of speech, but no freedom of thought. Since you can't move yourselves, or your families, or your businesses, or your country forward, if you are unable to think independently, and if you remain hostage to other people's agenda, or slaves to your own narrow personal interests, or under the dictatorship of intellectual extremists. And if you want your world to become a much better place, learn to admire and follow those who distinguish themselves with their education, with their culture, with their compassion, with their generosity, with their courage, with their ethics, with their honesty, instead of only admiring and following those who are only famous for their money. In my lifetime, I have learned many lessons. I will share with you a few of them. I have learned that with business and with love, I have learned, okay, that's definitely someone who doesn't want me to speak. I have learned that with business and with love, to always trust your first instinct. If it tells you to stay away, you should stay away. I have learned that we can't change the world, but that we can change our own world. I have learned that no matter how brilliant we can be as a CEO, the value of our company will always remain equal to the collective competence of our staff. So always choose the best and most expensive people and never settle for the cheapest. I have learned that we should totally ignore what people think of us. Their opinions will never make us any better or any worse. What really matters is what we genuinely think of our own selves. I have learned that if during our time on earth we succeed in improving the life of just one single person, our existence will have been truly meaningful. I have learned that wisdom comes the day you're not looking anymore to impress others with your money, but rather with your humanity and with your kindness. I have learned that when dealing with a problem, and this is like a very Georgian thing, we should always focus on the way out of the problem and not on the people who caused the problem. And I have also learned that when we are brilliant at our job, we succeed. But in order to shine, we need passion. That's why follow your passion. Just do things that you love. Don't do things because you're good at them. Follow your passion. In life, I'm almost done, so don't despair. In life, don't look for wealth. Look for respect. Don't look for success. Look for excellence. Don't look for leaders. Look for values. Don't look for followers. Look for loyalty. Don't look for support.
Look for inner strength. Don't look for the immediate. Look for the future. Don't look for flattery. Look for honesty. Don't look for fame. Look for humbleness. Don't look for emotions. Look for rationality. Don't look for gossip. Look for the truth. Don't look for the superficial. Look for the core. Don't look for the light. Look for the sun. Always excellence. And when you have found what you should be looking for, you will have found your humanity and your happiness, and you will stand tall among the stars. In closing, dear graduates, make sure to be your own person in life. Don't play someone else's role. Don't copy other people. Be your own trademark. Don't be a stereotype, a generic product, just some other millionaire or celebrity or public figure. Be simple, approachable, human, warm, and friendly. Be appreciated for the person that you are and not for what you represent in wealth and in fame. Money comes and money goes. If one day you're wealthy, you might lose your fortune the very next day. And if one day you are in power, you might not be in power anymore the very next day. So, when you are on your way up to success, to fame and to celebrity, and you meet people, always remember that those are the same people that you will meet again one day when you will be on your way down. Therefore, when you're wealthy or powerful or famous, be kinder to people, be more approachable, be humbler and more helpful. This is how you will always be respected, notwithstanding the level of your wealth, your position, or your notoriety. Being a successful leader is not about having followers. It's about having values. Good luck, young graduates. The future belongs to you. Make yourselves proud. Make your parents proud of you. But most of all, make your country proud of you. Thank you. გადავდივართ დიპლომების გადაცემის ცერემონიას. პირველ რიგში დიპლომებს გადავცემთ დოქტორანტებს. ნატო კობახიძეს სცენაზე. სხვათაშორის წელს ერთ-ერთი მაღალი რაოდენობა ყავს დოქტორების. დღეს დარბაზში მგონი 4-ნი არიან, მაგრამ ისე რამდენი იყვნენ ნატო? 6-ნი იყვნენ, ისე რომ ორ თვეში საშუალოდ ერთი დოქტორი მარინას სტატისტიკის ენაზე რო თქვა, არ არის ცუდი. პაატა ვაშაკიძე. ეთერ ტყეშელიაძე. ნატალია ხარაბაძე. მადლობა. გადავდივართ ბაკალავრებზე. დიპლომებს გადავცემთ აგრონომიის და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებულებს. სკოლის დეკანს თეო ურუშაძეს ვთხოვ სცენას.
მოგესალმებით ყველას. ძალიან სასიამოვნოა წელს განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობით არიან მშობლები და თქვენი მეგობრები აქ წარმოდგენილები. ეს ძალიან სასიამოვნოა. მადლობა ყველას. მინდა მე მადლობა უთხრა ჩვენს ადმინისტრაციას, თქვენს პედაგოგებს, პროგრამის ხელმძღვანელებს, დეკანებს, რომლებაც მე მგონი ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღევანდელი დღე ესეთი ლამაზი ყოფილიყო თქვენთვის. თქვენ ხართ განსაკუთრებით ლამაზები, ბრჭყვიალები, ლაღები დღეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენთვის ძალიან საინტერესო წლები გაატარეთ ჩვენს უნივერსიტეტში და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან ხშირად მოგინდებათ თქვენს სახლში, თქვენს უნივერსიტეტში მოსვლა. თქვენ იცით, რომ სახლში არავის არ ეპატიჟებიან, სახლში ყველას ელოდებიან. ჩვენ გელოდებით და ყოველთვის გაგვიხარდება თქვენი ნახვა. ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას გილოცავთ. მადლობა. სტუდენტებიც მცდად არიან. ალექსანდრე ბაზანდარაშვილი. მარიამ ბოკუჩავა. მარიამ გორგიანი. მარიამი არის პროგრამის top GPA. ირინა გურგენიძე. ნათია თავაძე. თამარ თეზელაშვილი. ალექსანდრე თუმანიშვილი. ნიკა კობერიძე. ელენა ლუსმანაშვილი. ლიკა მურვანიძე. მარიამ სიხარულიძე. ანი უგრელიძე. ზალ ქიქოძე. მაგდა ჭონია. თეო მადლობა. დიპლომებს გადავცემთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კურსდამთავრებულებს. სცენაზე ვთხოვს სკოლის დეკან ელიზბარ ელიზბარაშვილს. მოგესალმებით ყველას. მეს ბუნებისმეტყველების ისტორიას თუ გადავხედავთ, ის რაც ბერცელიუსმა, ლავუაზიემ და მისი თანამედროვეებმა იცოდნენ, დღეს საშუალო სკოლის მე-9 კლასელმაც იცის. მაგრამ ისინი არიან მაინც ცოდნის მეტრები. რატომ? იმიტომ რომ მათ გაბედეს, დიახ, გაბედეს და თქვენს პირველად სიტყვა. თქვენ ყველანი გადიხართ მორიგ ცხოვრების ახალ ასპარეზზე და თვითონ თქვენთანგანს გისურვებთ, რომ თქვენ გეთქვათ თქვენი საკუთარი სიტყვა, თქვენი ახალი სიტყვა. დიდი მადლობა.
სკოლიდან პირველი დიპლომებს გადავცემთ მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. გთხოვთ პროგრამის ხელმძღვანელები იყოთ ახლოს, რადგან გადაიღოთ სამახსოვრო ფოტო კურსდამთავრებულებთან და დეკანთან ერთად. ანა გოდაბრელიძე მინდა რომ პირველ რიგში მოვიდეს სცენას. მაშ ასე. დაველოდოთ ანას და დავიწყოთ გამოცხადება. ლაშა არჯევნიშვილი. ლაშა არის პროგრამის top GPA. მერაბ დვალიშვილი. მარიამ თაბაგარი. ლუკა თათრიშვილი. მედია თურქაძე. თინათინ ივანიშვილი. თეკლა კობახიძე. ელენე კუხალაშვილი. ჰაკო მოსემღუდლიშვილი. ანი ოდიკაძე. შურმან ტატულაშვილი. ქეთევან ღვინერია. ნუცაღლოკი. ლანა ყავალაშვილი. მარიამ ჩორგოლაშვილი. დიდი მადლობა, ანა მადლობა. სასურსათო ტექნოლოგიის კურსდამთავრებულებს გადავცემ დიპლომებს. ჟუჟას ვთხოვთ სცენაზე. მადლობა ჟუჟა. და ვაგრძელებთ. თამარ ბერია. ნატალია ბერიანიძე.
ქეთევან ბუაძე ატი ბუხრაშვილი მარიამ ზეინკლიშვილი მაკა ზურიკაშვილი ლაშა თურაზაშვილი ანდრია კალანდია ეკატერინე კამკამიძე ელენე კახიძე მიდიელე სოფიკარ ლორთკიფანიძე ბესიკ მეკინულოვი თეკლე მერებაშვილი სალომე მუხიგულაშვილი შალვა ჟღენტი მერი ქირია მერი არის პროგრამის top GPA ნინო ჩუხუა სალომე ცოფურაშვილი სოფიკო ხარაზიშვილი ჟუჟა მადლობთ დიპლომებს გადავცემთ ქიმიკოსებს რეზოს თხოვთ სენაზე კორაშვილს და ვაგრძელებთ მაკინე არაბული მანანა გიქოშვილი რომეო კარაპუტაძე რომეო არის პროგრამის top GPA ესო კვარაცხელია
მარიამ რეხვიაშვილი, ვალერი ყუფუნია, თუ ვერ მოასწრო, მაშინ თავით. ვალერი ყუფუნია, ანა შავშიშვილი, ლაშა ხუციშვილი, რეზო მადლობა, დიპლომებს გადავცემთ ბიოლოგებს. თათული ბაცაცაშვილი, ანა გელაშვილი, ნინი გორდიაშვილი, ანი ვახანია, ქნარიტა ზურაბიანი, სოფიო ინჯია, მარიამ მელიშვილი, თამარ მეტრეველი, ანა მეშვილდიშვილი, მარიამ ჭედლიშვილი, მარიამ სურგულაძე, ნია ტეტუნაშვილი, თამარ ფირცხალაიშვილი, გვანთა შარიქაძე, დიდი მადლობა, დიპლომებს გადავცემთ ინჟინრებს. სცენაზე ვთხოვ სკოლის დეკანს ზაზა მეტრეველს. მოგესალმებით. მე დღითხანს არ შეგაწყენ თავს, იმიტომ რომ მე მგონი უმეტესობა სტუდენტებისა
შეხვედრილი ვართ აუდიტორიაში, ბევრი გვაქვს ნალაპარაკები, მათ შორის იმაზე, როგორ უნდა მივახციოთ წარმატებას. უბრალოდ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ პირველ რიგში კურსდამთავრებულებს, მათ ახლობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციას. ჩვენც გვიხარია დღევანდელი დღე ძალიან სხვათა შორის და მით უფრო გვიხარია ყოველთვის, რაც უფრო მეტი ყავს წარმატებული კურსდამთავრებულები და როგორც ირკვევა, საკმაოდ არიან ასეთები. ეს ჩვენი უბრალოდ სტიმულის მომცემია და ჩვენი ასე ვთქვათ შრომის შედეგი, დაფასების შედეგია. ძალიან კარგი. ბევრი თქვენთაგანი ალბათ გააგრძელებს სწავლას მაგისტრატურაში, დოქტორანტურაში, რაც ჩემი რჩევაც იქნება, იმიტომ რომ ეს ნამდვილად კარგი საშუალებაა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, პროფესიონალიზმისთვის. ვინც ჩვენთან მოხვალთ მაგისტრატურაზე, დოქტორანტურაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევე მაქსიმალური ძალისხმევით ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი თქვენთვის. ზოგი ბაკალავრეთის დამთავრების მერე გადაწყვეტ სამსახურებრივ საქმიანობას. ესიც ჩვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ კვალიფიკაცია შეიძინოთ მაღალ დონეზე. ერთ სიტყვით მოკლედ რო გითხრათ, ძალიან მინდა რომ წარმატებულები იყოთ. მით უფრო გახარებულები ვიქნებით, რაც მეტი გვეღოლებით ესეთი წარმატებულები და იცოდეთ, რომ ეს წარმატება არა მარტო თქვენთვის და ჩვენთვის არის, არამედ ქვეყანას სჭირდება კიდევ ძალიან, იმიტომ რომ ეს მოგცემს საშუალებას, რომ ქვეყანაც გახდეს კონკურენტუნარიანი, ასე ვთქვათ, გარემომცველ სამყაროში. გილოცავთ დღევანდელ დღეს, აბა თქვენ იცით. And at the end, I would like to thank Mr. Faldiasli for a very interesting address to students, so thank you. diplomებს გადავცემთ ელექტროინჟინერიის კურსდამთავრებულებს პირველ დღეში, ამიტომ კაკო ფაღაოს თოთ სცენაზე. ნოდარ ვაშაკმაძე. გიორგი კვირკვია. შოთა ლაკლაკიშვილი. ქეთევან ლომჯარი. გიორგი ნაცვლიშვილი. მარიამ პაპავა. მარიამი არის პროგრამის top GPA. სანდრო რაზმაძე. ლექსო სიფრაშვილი. დავით ქენქაძე. სანდრო ქორიძე. ნინო ჩიტიძე.
ნინო ჭრელაშვილი. დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცემთ უკვე მშენებლებს. დაჩივთხოვთ სცენაზე ფოტოსთვის. მარიამ ბენდუქიძე. სალომე ბოლქვაძე. სალომე არის პროგრამის Top GPA. სოფიო მახათაძე. ნიკოლოზ მახარაძე. დემეტრე რამიშვილი. სანდრო ფირცავა. აკაკი ცაძიკიძე. სანდრო ცოხაძე. დიდი მადლობა. მექანიკის ინჟინერიაზე გადავდივართ. მამუკას ვთხოვს წინაზე. ანდრო ткач. დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცევთ ბიზნესის ადმინისტრაციის სკოლის კურსდამთავრებულებს. სკოლის დეკანს გიგა ბედინეიშვილს ვთხოვთ სცენაზე. გილოცავთ. მეც უპირველეს ყოვლისა მინდა რომ ჩემ მეგობარ ფადის დიდი მადლობა უთხრა, შთამაგონებელი და გზნებარე სიტყვისთვის, ბევრი გაკვეთილი მოგცა თავის სიტყვაში. ერთს გავიხსენებდი, რომ თქვენ თავს სერიოზულად არ უნდა უყუროთო და მე თუ მეკითხავ ფადის შემთხვევაში მის წარმატებას სწორედ მისი ძალიან მაგარი იუმორის გზნობით აიხსნება და თუ ვინმეს მის Facebook-თან წვდომა გაქვთ, მის პოსტები უნდა ნახოთ, გაგეცინებათ, ასე რომ განსაკუთრებით ამაღლობებელი იყო, რომ ჩვენთან ერთად უნდა graduation-ზე, იმიტომ რომ ჩემი graduation-ი გამოვტოვეო ლიბანშიო, ხო და კი ბატონო, ვაზეიმოთ ახლა, ფლად დიპლომს ვერ მოგცემთ, ფადი? დიპლომს ცოტა მუშაობა უნდა, მაგრამ ქუდი შეიძლება დაიმსახურე. და რადგან მარინა ყველაფერს ზომავს, ცერემონიის დამთავრებამდე იქნებ თავის ზომა აუღო ფადის და ქუდი გარანტირებული იქნება. იუმორის გზნობა იმიტომ ვახსენე თავიდან, რომ ეს რაღაც გამეტარები ეს ხურობა, მაგრამ გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველამ ვინც გამოვიდა რაღაც თქვა, თითქოს ყველამ ესეც ვახსენეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგად ახართ შეერაღებული და აღჭურვილი იმისთვის, რომ ყველაფერს გავამკლავდეთ, ადვილი სიტუაცია არ არის გარეთ, რო იტყვენ, ხო? უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ძალიან ცვალებადია ყველაფერი. მაგრამ
თუ ვინმე მზად, თქვენ ხართ მზად, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ის უნარები გაქვთ, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ ადაპტირდეთ და მოერგოთ ამ ცვალებად სიტუაციას. შეიძლება ბევრი რაღაცა ტექნიკური ცოდნა მოგეცით, მაგრამ სინამდვილეში მე თუ მკითხავ, როგორც ვატომ თქვა, რაში იწურებაო, ხო ეს ყველაფერი. კიდევ ერთ რაღაცაში იწურება, მე მგონი, საბოლოოდ ეს კრიტიკული ცოდნა რაც მოგეცით, რაღაც მე მგონი თქვენ ალღოში ტრანსფორმირდება და ითარგმნება და იმედია რომ ეს ალღო მოგეცით. ალღო იმის რომ გაარჩიოთ ნაღდი და ყალბი. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღეს რომ გავარჩიოთ ნამდვილი და არანამდვილი და ფეიქს რო ეძახიან, ხო და ბუნებრივი და ხელოვნური. იმდენად რომ ინტელექტიც კი გასარჩევია რა არის ბუნებრივი და რა არის ხელოვნური, ხო? მაგრამ ისევ და ისევ თქვენ ეს ყველაფერი გაქვთ, მზად ხართ, ასე რომ ნურაფრის ნუ გეშინიათ, გილოცავთ კიდევ ერთხელ და თქვენ წარმატებაში დარწმუნებული ვარ. მადლობა. მადლობა. ვაგრძელებ დიპლომის გადაცემას. დიმიტრი ბუზიაშვილი. დია გარუჩავა. გიორგი გოგაძე. ანი გიორგიშელი. ანი დაშნიანი. ელენეთ გებუაძე. ნიკოლოზ დოხნათ. ნინო ვარძიაშვილი. ნინო თამაზაშვილი. გიორგი ფარაძე. სალომე ნიშვილი. გიორგი კანიაშვილი. ნუცა კოტიაშვილი. გიორგი ლიპარტიანი. გიორგი ლომიძე. ზურაბ მაისაშვილი. ნინო მახატ
გიორგი ჟორჟოლიანი ირინა საბაშვილი გვანცა შალიბაშვილი ლერი ჩაგანავა ანა ჩიკვილაძე მარიამ ჩიხლაძე მათე ცერცვაძე გიორგი ცხადაძე ნათია წურწუმია ნათია არის პროგრამის Top GPA ნათია წურწუმია თამარ ჭელიშვილი ვერონიკა ხოსროშვილი დიდი მადლობა დიპლომებს გადავცემთ თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ლევან ტატიშვილს თხოვცენას მოულოცა ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულებს მართალია მეგონა რომ გაცილებით ნაკლები დაამთავრებდა, მაგრამ ესე მოულოდნელად გამაკვირვეს. ესეც არ არის ცუდი. ვინც არ დაამთავრა, იმედია რომ გაისად მიულოცავთ და ყოველთვის იმედი მაქვს ხოლმე რომ სხვა შკოლას მიეწერება ეს რომ ყველა შორ შედის ის, ვინც არ იცის სად მიდის. რომაის ნუ შეუშინდებით და იმედი მაქვს რომ თანდათან კიდევ რაც ვერ მოვახერხე სამწუხაროდ ბევრი რამე ვერ მოვახერხე მე პირადად და თქვენ არ დაგაბრალებ ჩემ თავზე ავიღებ ამ ყველაფერს ხო ვინ არის დამნაშა რა თქმა უნდა მე და რაც მე ვერ გავაკეთე იმედი მაქვს რომ მომავალში თქვენ გაცილებით უფრო მეც იზამთ ვიდრე მე მინდოდა და არ გამომივიდა mea culpa რა ლევან ნინო აკირთავა ნინო პროგრამის Top GPA ნიკოლოზ გეგეჭკვი
მარიამ გოგიჩაშვილი, დანიელ ზახარჩუკი, ქეთევან თათარაძე, ანა იაშვილი, ნინო ნაბულიშვილი, სოფიკო ჯაფარიძე, დიდი მადლობა დიპლომებს გადავწევთ ვეტერინარებს ბესო ლასერეშვილის ცენას. მოგესალმებით. დიდი სიტყვოთი და სიყვარულით მოგილოცავთ ამ ძალიან დიდ დღეს, როდესაც თქვენ უკვე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ამ სენიდან დღეს შთამაგონებელი საოცარი ბრძნული სიტყვები ითქვა და მეც ჩემ მხრიდან მინდა შევუერთდე მოლოცვებს, სურვილებს და რჩევებს და თქვენს ნებართვით პატარა სიტყვას წავიკითხავ. მე მჯერა, რომ თითოეულ თქვენთაგანში არის ძალიან დიდი პოტენცია. თავარი არის, რომ თქვენი თავად ირწმუნოთ, რომ შეგიძლიათ დიდი შესაძლებლობები გაქვთ და შემდეგ რეალიზაცია გაუკეთოთ აი ამას. მუდმივად იმუშავეთ საკუთარი თავის განვითარებაზე. არ შეწყვიტოთ, ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით, მუდმივად განავითარეთ, გაზარდეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. და თუ გექნებათ არჩევანი სასწორზე, უფრო მაღალი ხელფასი საპირწონეთ განვითარებისა, ეს უკანასკნელი აერჩიეთ. მომავალში გაცილებით მეც მოიგებთ. სწორედ დაალაგეთ ცხოვრების პრიორიტეტები, ეს ძალიან რთული საკითხი არის. იყავით თამიმდევრულები, ყველაფერს ერთად მოედებით, ჯერ ერთი საქმე გააკეთეთ, ერთ მიზანს მიაღწიეთ, შემდეგ მეორეს და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დროს გაფლანგავთ და შედეგს ვერ მიაღწევთ. არასდროს დანებდეთ პრობლემებს, არასდროს დაყაროთ ფარხმალი, ყველა ვარიანტი, ყველა შანსი მოსინჯეთ. ადამიანი ნამდვილად მე მჯერა, რომ ყველაფერს მიაღწევს, თუ ის ამას ისურვებს, თუ მას ძალიან უნდა ეს. და აი ეს არ დაივიწყოთ, რომ როცა კარი იკეტება, ფანჯარა იღება. აქვე გეტყვით, რომ წარმატების და ბედნიერი მომავლის მისაღწევად მარტო ცოდნა და გამოცდილება არ არის საკმარისი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად გეხერხება ადამიანს ურთიერთობები. ურთიერთობები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, გარემოცვასთან. სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. ასე რომ დაფიქრდით ხოლმე მნიშვნელოვან მომენტებში, რას ამბობთ, სად ამბობთ და ვისეუბნებით. იმიტომ რომ ამას შეიძლება ძალიან დიდი ასახვა პოვოს თქვენს მომავალზე. და გისურვებთ, რომ იყოთ ყოველთვის პოზიტიურები, მხიარულები, გახარებულები, მომღიმარები, თავმდაბლები, მადლიერები, დაეხმაროთ სხვებს, დაეხმაროთ ცოდნის გაზიარებაში, გამოცდილების გადაცემაში. ეს გაგამდიდრებთ, არაფერს არ დაკარგავთ. შეინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი, მასის ხედვას ნუაყვებით. თქვენ სიტყვა გქონდეთ, იფიქრეთ, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილები. მოусმინეთ ყველას, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება მიიღეთ. თქვენი წარმატება არის ჩვენი წარმატება. და მე იმედი მაქვს, რომ ბევრჯერ გაგვახარებთ თქვენი მიღწევებით. დიდი მადლობა
ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. მადლობა. ძალიან გიყვარხარ. ვაგრძელებ დიპლომის გადაცემას. მარიამ კაკალაშვილი. ლიანა მერკვილაძე. საბა ჭეღელიძე. ვაშა გიორგი აფარიძე. დიდი მადლობა დიპლომების ფეთყველო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ნინა კულიკოვას ვთხოვს სცენაზე. გამარჯობა ყველას. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ, უკვე ამდენი სიტყვები აქ ითქვა. არ მინდა შეგაყოვნოთ, მე მგონი ჯობია გადავიდეთ და დავამთავრეთ ცერემონია. ეკატერინე ბუჩუკური. ზმანაშვილი. ნინა მადლობა. ეხ სცენაზე ნატო კობახიძეს ვთხოვ, რადგან დიპლომი უნდა გადავცეთ სატყეო საქმის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს. სოფიო გოგიბედაშვილი. დიდი მადლობა. ეხლა დიპლომები უნდა გადავცეთ სასურსათო ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. ნათია აბაიშვილი. ანი აბაშიძე. მარიამ ლავიძე. ლოლიტა ენუქიძე. გოგოლა ჭიღლაძე. გოგოლა არის პროგრამის Top GPA. დიდი მადლობა. სცენაზე ისევ მინდა ვთხოვო ზაზა მეტრეულს, რადგან დიპლომები უნდა გადავცეთ ელექტროინჟინერების კურსდამთავრებულებს, მაგისტრებს. ნინია ანასოვი. ნინია არის პროგრამის Top GPA.
საბა კახაძე. და დიპლომებს გადავცეთ მშენებლებს, მაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს, ლევან ჭანტურია, დავით ხარანაული. დიდი მადლობა. რამდენიმე კარგია თქვენთვის. პირველი ის, რომ დიპლომები გადავიცით ყველას. მეორე ის, რომ ფოიეში გელოდება ცერემონიის დამთავრების შემდეგ ტორტი. მესამე ის, რომ ფირფიტებზე თქვენი სახელები გელოდებათ, რომ კამპუსის კედელზე სამუდამოდ იყოს თქვენი სახელები და გვარები, ვინც დაამთავრეს. თუმცა კულმინაციას მივახლოვდები და ქუდებს ავყრით, მინდა სცენაზე უხმოთ თქვენს თანაკურსებს, რომლებმაც ჯერჯერობით დიპლომი არ აიღეს, თუმცა თქვენთან ერთად უნდა იზეიმონ ეს დღე. ესე იგი, წესი ესეთია, როდესაც ყველა იქნებით სცენაზე, დავთვლით 10-დან 1-მდე უკუღმა და ყველა ვყრით ქუდს. მანამდე მინდა ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა კამერები მოიმარჯვონ და შესაბამისი კურსები აარჩიონ. ენელდება. მოიცა ისე თმინდა აქ. კი, აბა ისე როგორ დავთვალ. მზად ვართ? არაო. სახანი კაი, დავიწყოთ უკუთვლა. დიდი მადლობა და გელოდებით ფოიეში.